მოგესალმებით მეგობრებო, გიბრუნდებით ჩვენი მოკლე ვიდეოების ციკლით მითი ფათლის ირგვლივ და დღეს წარმოგიდგენთ Basic 5-ის მონსტრებისა და გმირების მიმოხილვას. მაშ ასე, დავიწყეთ მონსტრები და გმირები. და დავიწყოთ ყველაზე დიდი მონსტრით. ეს გახლავთ ჰიდრა. ჰიდრას აქვს 4 აქტივაციის ბრათი. უნდა ითქვას, რომ არც ერთ მონსტრს AOW ბრათი არ მოყვება. AOW ბრათი მოყვება მხოლოდ გმირებს და ღმერთებს. ჰიდრას აქვს 4 აქტივაციის ბრათი. აქვს 2 ძალა და 3 ტალანტი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას აქვს 10 სიცოცხლე და permanent power-ი, რომელსაც ქვია regenerate და გვეუბნება, რომ ყოველი ჰიდრას აქტივაციის ბოლოს ის იმატებს 1 დაკარგულ სიცოცხლეს. ანუ მარტივად ხვდებით, რომ მისი მოკლა არც ისე მარტივია. მას აქვს 7 დაცვა, სტაბილურად 7 დაცვა აქვს, სანამ არ ჩამოვარდება 4 სიცოცხლეზე და მერე ბოლომდე 6 დაცვა უნარჩუნდება. მისი მეორე power-ია onslaught-ი. მას ჭირდება 1 AOW ბრათი გადაგდება და აკეთებს X კამათლის შეტევას. ყველა enemy unit-ის, ანუ ყველა მოწინააღმდეგის unit-ის მიმართ თავის range აქვს 1 და მის სხვებს retaliate არ შეუძლია. ანუ X ოდენობის კამათელი არის 6 10 და 9 სიცოცხლეზე. 5 8-დან 6-მდე და 4 5-დან 3-მდე. მაგრამ შეტევა ყველა მოწინააღმდეგი unit-ის მიმართ range ეს ნიშნავს, რომ მასთან და მის ირგვლივ ყველას დაარტყამს. მას აქვს 3 ტალანტი, როგორც ვთქვით, ეს არის mighty throw, ეს არის torment-ი და ეს არის block-ი. ანუ ნიშნავს, რომ თუ ტერიტორიაზე მასთან ერთად მოხვდი, დაიბლოკე, ვეღარ მიდიხარ. ბედნიერება. ჰიდრას აქვს კლასი aquatic-ი, ნუ აქამდე სხვა პერსონაჟებზე ჩვენ კლასებზე არ გვისაუბრია, იმიტომ რომ კლასები ძირითადად შემოდის შემდეგ დამატებებში. ჰიდრა არის aquatic პერსონაჟი, რაც მას საშუალებას აძლევს, რომ +1 იქონდეს მოძრაობა, თავისუფლად იწყებს და მხოლოდ შედის წყლის მაგვარ ტერიტორიებზე, ეს შეიძლება იყოს წყალი, ჭაობი და ასე შემდეგ და ყველანაირ ეფექტს აიგნორებს, აინტერესებს ჩვეულებრივად გლობს თავს წყალში. შემდეგი მონსტრი, გახლავთ ცერბერი. მას აქვს 4 აქტივაციის ბრათი და ისევ როგორც ჰიდრა, მისი რეკრუტისთვის აღჭირდებათ 4 რეკრუტ პოინტი. მას აქვს 2 power-ი და 3 ტალანტი. ტალანტები არის საკმაოდ საინტერესო, mighty throw, guard-ი და block-ი. ანუ დაცვადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ და ბლოკვათაც. 8 სიცოცხლე აქვს, 8 დაცვა აქვს კარგი ხნის განმავლობაში და საკმაოდ სტანდარტული და სტაბილური 7 შეტევა, სანამ არ დავარდება მისი სიცოცხლე 2-ზე. თუმცა მისი ძალები ორივე არის შეტევითი. ანუ ერთის და მეორეც არის ჩამნაცვლებელი ძალა. პირველი მათგანი არის 3-headed bites, მას ჭირდება 1 AOW ბრათი გადაგდება. ის ირჩევს units range 0-ზე, ანუ მის ტერიტორიაზე და 3 ცალ-ცალკე შეტევას აკეთებს იმის მიხედვით როგორ მდგომარეობაშია რა. და ეს მდგომარეობა არის 5 კამათელი, სანამ ის არ ჩამოვარდება 3 სიცოცხლეზე. მაშინ როდესაც უტყავს 4 კამათლით. და სანამ არ მოკვდება ეს ძალა, მას უმუშაობს. ეს ძალიან მაგარი რამე არის. მეორე ესეთი შეტევა აქვს blazing breath, რომელსაც 1 AOW ბრათი ჭირდება, 6 კამათეს აგორებს 1 range-ზე. მაგრამ აკეთებს area attacks. ეგ არის და ეგ. საკმაოდ მარტივი, სწორხაზოვანი მონსტრი არის ცერბერი. შემდეგი გახლავთ მინოტავრი. მინოტავრს აქვს 8 სიცოცხლე, 4 აქტივაციის ბრათი მოყვება, 3 ღირს სულ რაღაც, 3 RPG-ს მესე დარეკრუტება და აქვს 3 ტალანტი და 2 power-ი. ტალანტებიდან mighty throw და block-ი უკვე ნაცნობია, მაგრამ ახალი რაც გამოჩნდა არის force of nature. Force of nature საშუალებას აძლევს ამ units, რომ თუ ის
არის ტერიტორია, სადაც არის 3D ელემენტი, მას შეუძლია მოგლიჯოს ეს ელემენტი და უხდება +1 შეტევა და +1 რეინჯი ამ სვლის ბოლომდე. პლუს მას აქვს ორი ძალა, როგორც ვთქვით. პირველი არის permanent, სუმუშაობს bloodthirst. ორივე თავდასხმისას მინოტავრი რამდენჯერაც მიიღებს ხუთიანს, ანუ სპეციალურად დააკვირდით, არ ვამბობ გააგორებს ხუთიანს. გახსოვთ, კამათის გადაქცევა შეგვიძლია ხუთიანად. რამდენ ხუთიანსაც მიიღებს საბოლოოდ, იმდენჯერ შეუძლია იმ თავდასხმის სხვა კამათელი გადააგოროს. ვერ გადააგორებს სამწუხაროდ ნულიანებს, მაგრამ შეუძლია, რომ ყოველი ხუთიანისთვის კამათელი გადააგოროს და ეს გრძელდება მუდმივად. რა თქმა უნდა, თუ კამათელი გამოიყენა ხუთიანზე ასაწევად იმ კამათებს ვეღარ გამოიყენებს, მაგრამ სხვა კამათლების გადააგორება შეუძლია. მეორე ძალა არის აქტივ ძალა, charge, მას ჭირდება 1 AOW ბრათი და შეუძლია გააკეთოს მინოტავრმა იმ შემთხვევაში, თუ ის გამოაცხადებს charge-ს მინოტავრის აქტივაციის დაწყებაში. მინოტავრს შეუძლია გადაადგილდეს ორ ტერიტორიაზე, აი ესე, არ ჩერდება ისე ტერიტორია, სადაც მოწინააღმდეგის მინუტები არიან, ჩვეულებრივ უნდა გაჩერებულიყო, მაგრამ არ ჩერდება, გამორბის, მაგიტომაც ვიგე charge და ყოველთვის, როდესაც ის შედის ტერიტორიაზე, immediately, როგორც შედის ტერიტორიაზე, აკეთებს X dice area attacks. ანუ ორივე ტერიტორიას უწყამს area attacks. და ეს X dice არის 6 კამათელი, სანამ ის არ ჩამოვარდება 3-ზე. რეალურად სანამ მუშაობს მისი ძალა, ეს ძალა სანამ მუშაობს, 2-ზე აღარ მუშაობს, მანამდე სულ მუშაობს, სულ 6 კამათელს უწყობს. ანუ ჩათვალე ორ ტერიტორიას დაარტყამს 6 კამათელს. area attacks. და ამის შემდეგ მინოტავრის აქტივაცია თავდება. და ბოლო მონსტრი ეს გახლავთ მედუზა გორგონა. მედუზას აქვს 3 ტალანტი, 4 აქტივაციის ბრალად მოყვება, 3 ღირს მისი რეკრუტი. მისი ტალანტებია Torment, Mobility და Climb. Climb და Torment ჩვენ გვიცით, Mobility საშუალებას აძლევს პერსონაჟს ჯერ დაარტყას და მერე გადაადგილდეს. ჩვეულებრივ როგორც ვიცით, ეს შეზღუდულია, თუმცა მედუზას შეუძლია ჯერ ისროლოს, მერე გადაადგილდეს. მას აქვს 2 რეინჯი, 2 მოძრაობა. მართალია 6 აქვს შეტევა, თუმცა 2 მოძრაობა და 2 რეინჯი ძალიან ბევრია. 7 აქვს სიცოცხლე, ყველა სხვა მოსა შედარებით დაბალი აქვს სიცოცხლე, მაგრამ მას აქვს 1 power-ი, რომელსაც ჭირდება 2 Art of War პარათი, რომელიც არის active power-ი. ამ power-ს ქვია Petrify. მოყვება 4 ტოკენი, გაქვავების 4 ტოკენი. და როდესაც ის იყენებს ამ ძალას, ყველა იუნიტი, რომელიც იქნება მედუზას ტერიტორიაზე, ეგრევე ნადგურდება. და ყველა იუნიტი მედუზას გარდა, რომელსაც არ აქვს Petrify ტოკენი, იღებს 1-ს, ანუ Petrify ხდება და აგდებს დაკლეიმებულ ომფალოს. თუ ტოკენები არაა საკმარისი მედუზას ტერიტორიაზე, მას შეუძლია აირჩიოს იუნიტები, რომელსაც მიცემს ამ Petrify ტოკენს. იუნიტი, რომელსაც აქვს Petrify ტოკენი, ვერ გააქტიურდება ჩვეულებრივ. ანუ ჩვეულებრივ წესებს აღარ ემორჩილება. მას არ შეუძლია გააკეთოს retaliate, არ შეუძლია გააკეთოს არც ერთი power-ი და არც ერთი ტალანტი. თუ ეს იუნიტი არის ღმერთი, მას არ შეუძლია გააკეთოს recall. როდესაც ეს იუნიტი გააქტიურდება, ერთადერთი რაც შეუძლია მის გამაქტიურებას, გადააგდოს 1 Art of War ბარათი, რომ გააკეთოს complex action-ი, რაც გულისხმობს ამ Petrify ტოკენის მოშორებას. ანუ რეალურად სანამ Petrified იქნება, თქვათ, ამ შემთხვევაში RS-ი, მას არ შეუძლია არც ტალანტის გამოყენება, არც power-ის გამოყენება, არც retaliate. თუ ღმერთი არის, ამ შემთხვევაში RS ღმერთი არის, ვერ აკეთებს recalls. და ერთადერთი აქტივაცია, მისი აქტივაცია ნიშნავს, რომ თავისთავად აქტივაციას უნდა ეთამაშოს, მე უნდა გადააგდოს კიდე 1 Art of War ბარათი და მორჩა. ეგ არის სულ მისი აქტივაცია. Complex action-ით აქტიურდება. როგორც ხვდებით, Petrify თუ სწორად გამოიყენე, დაღუპავს თელ ჯარს. თუმცა, რა თქმა უნდა, მედუზას დაცვა დიდი კარგი არ აქვს, დიდი სიცოცხლეც არ აქვს, მაგრამ სამაგიეროდ შეუძლია სწრაფად ირბინოს. Basic 5-ში გვყავს 5 გმირი და დავიწყოთ აქილევსით. აქილევს მოყვება 2 AOW ბრათი, 4 ღირს მისი რეკრუტი, 4 აქტივაციის ბრათი მოყვება,
6 აქვს სიცოცხლე, 9 აქვს დაცვა, აქვს 3 ტალანტი და 2 სუპერ ძალა. მისი ტალანტები არის Mighty Throw, ინიციატივა და Climb. Range 0 აქვს, შესაბამისად თუ აქ აზრა, კარგს არაფერს დამართებს ხვებს, 7 აქვს მართალია დარტყმა, მაგრამ დაცვა აქვს 9. არც ერთ გმირს დაცვა 9 არ აქვს. მეცაც გეტყვით. არც ერთ მონსტრსაც კი არ აქვს 9 დაცვა. მხოლოდ ღმერთებს აქვს 9 დაცვა და ისიც ყველას არა, მაგალითად ათენას. ანუ ძალიან მაგარი პერსონაჟია და 2 ძალა აქვს. პირველი, როდესაც აქილევსი უტევს, ნებისმიერი ბლენკ კამათელი, რომელიც გაგორდება პირველ თავდასხმისას, მას შეუძლია შეცვალოს და გადაწიოს 1-ზე. 0-დან 1-ზე. მას აქვს Mighty Throw, თუმცა შეუძლია 0-დან 1-ზე გადაწიოს. ძალიან მაგარია და მეორე. ეს არის ფასივ ძალა. Permanent ძალა აქვს Endurance, რომელიც გვეუბნება, რომ აქილევსი აიგნორებს ნებისმიერი შეტევის 1 wounds. ანუ 9 დაცვა აქვს და პლუს თუ ვინმე მოახერხა და 9 დაწვა მოაგროვა, 1 wounds ავტომატურად აიგნორებს. ნიშნავს, რომ თუ შენ დაარტყი მხოლოდ 1 კამათელი თუ აწია მხოლოდ 9-ზე შენი გაგორებისას, აქილევსი მას დაიგინებს. შემდეგი გვირი გახლავს ჰერაკლე. ჰერაკლეს მოყვება 1 AOW ბარათი, 4 აქტივაციის ბარათი აქვს. 8 სიცოცხლეთ იწყებს. 8 შეტევა და 8 დაცვა აქვს. კაი ხანი სანამ არ ჩამოვარდება 5 სიცოცხლეზე. და აქვს 3 ტალანტი და 2 ფაუერი. ტალანტები მას აქვს Mighty Throw, ლიდერი და ბლოკი. ხოლო პირველი ფაუერი აქვს შეტევითი, ანუ ანაცვლებს მის ჩვეულებრივ შეტევას და მას სჭირდება 1 AOW ბარათი, მას ქვია Heraclean Strength და ის გვეუბნება თუ ჰერაკლე იმყოფება ტერიტორიაზე, სადაც არის ლანდშაფტის ელემენტი რამეო, შეუძლია ეს მოკლედ თემატურად მოთხაროს და ისროლოს 2 range-ზე არი ეთექი გააკეთოს და გააგოროს კამათელები, იმის მიხედვით რამდენად კარგ მდგომარეობაში არის. სანამ 5 სიცოცხლე ჩამოვარდება 7 კამათეს აგორებს, მერე უკვე 2 სიცოცხლემდე 6 კამათეს აგორებს. 2 range-ზე არი ეთექს აკეთებს 7 კამათით. და პლუს მას აქვს permanent ძალა Heraclean Feat. როდესაც ჰერაკლე უტევს, შენ შეგიძლია გადააგორო 3 კამათელი პირველი თავდასხმისას. პლუს როდესაც ჰერაკლე არის შეტევის მიზანი, შეგიძლია შემტევი აიძულო გადააგორო 3 კამათელი, რომელიც შენ გინდა პირველი თავდასხმისას. შემდეგი პერსონაჟი, შემდეგი გმირი გახლავთ ლეონიდასი. ლეონიდას მოყვება 2 არტოფო ბარათი, 3 რეკრუტირის მისი აღება, 4 აქტივაციის ბარათი აქვს, 3 ტალანტი და 2 ფაუერი აქვს თანატულად, 6 აქვს სიცოცხლე, 7 დაცვა აქვს და 6 შეტევა აქვს თავიდან, 1 აქვს რეინჯი, რაც კარგი არის რა თქმა უნდა მისთვის. მას აქვს საინტერესო ტალანტები, ფალანქსი, ბოსტერი და გარდი. ანუ ჩათვალეთ, რომ შვენივრად მუშაობს, როდესაც მას იგული ყავს თავისი ტრუფები და აქვს 2 საკმაოდ ძლიერი ძალა. პირველი არის permanent Wall of Shields და გვეუბნება, რომ თუ ლეონიდას უტყამენ, შეგიძლია აირჩიო მეგობარი იუნიტი, ტრუფების მეგობარი იუნიტი მის surrounding-ში, ანუ ამ ტერიტორიაზე ამ მის იგულივ და შეგიძლია ეს შეტევა მასზე გადაიტანო. და შეგიძლია რომ გარდის მაგივრად გააკეთო ესო. ანუ ჩვეულებრივ გარდი აქვს მას და შეუძლია სხვები დაიცვას, თუმცა თუ მას უტევენ, მაშინ შეუძლია სხვაზე გადაიტანოს. ეს ნიშნავს, რომ თუ მაგალითად ამ ტერიტორიაზე უტევენ ათენას და ლეონიდას გამოიყენებს გარდს, ის მერე ვოლოვშიც ვეღარ გამოიყენებს, რომ სხვაზე გადაიტანოს შეტევა. ანუ ან ლეონიდას უტევენ და სხვაზე გადააქვს შეტევა, ან ლეონიდასი გარდავს სხვას. მეორე ძალა არის აქტივ ძალა და ქვია Born ლიდერი. ლეონიდასის აქტივაციის ბოლოს შეგიძლია აირჩიო ტრუფების მეგობარი იუნიტი surrounding-ში, ისე და თუ მას გააკეთებო,
ის იუნიტი მიიღეს +1 თავდასხმას და +1 დაცვას სრულის ბოლომდე და პლუს ჩათვალე რომ ეს მოქმედებაო არის ტალანტი ლიდერის გამოყენებაო. ანუ იგივენაირად შეუძლია ლიდერი გააკეთოს, ჩათვალე უბრალოდ ლიდერის გაძლიერებული ვარიანტია, აი ლიდერი და ბოსტერი რომ გამოგივიდეს მაგათი შეწყმა არის. და რა თქმა უნდა ბონ ლიდერი მუშაობს ბოსტერთან ერთად, ანუ ჩათვალე +2 საძლე ორივეს. რაც ძალიან მაგარია თავისთავად. ლეონიდასთან ერთად თუ არიან ტრუპები შეგიძლია გააქტიურო ისინი, აქტივაციის ბრალად ნახო, როგორც ლიდერი მუშაობს, ისე გააკეთო, +1 და +1 დაცვა და +1 თავდასხმა მიცე და ბოსტერის გამო თუ მის ტერიტორიაზე არიან, კიდე დამატებით +1 და ექნებათ დაცვაში და თავდასხმაში. შემდეგ მე გახლავთ ოდისევსი. ოდისევს მოყვება 3 AOW ბრათი, ყველაზე მეტი გმირებშიც და მონსტრებშიც, თუმცა 3 აქტივაციის ბრათი აქვს სულ. 3 ღირს მისი რეკრუტი, აქვს 2 პაუერი და 3 ტალანტი. 6 სიცოცხლე აქვს, 7 აქვს დაცვა და ძალიან სუსტი 5 შეტევა აქვს სულ, მაგრამ აქვს 2 რეინჯი, მისი ტალანტებია ბოსტერი, ფალანქსი და ლიდერი და აქვს საკმაოდ საინტერესო 2 პერმანენტ ძალა. პირველი მეორე პერსონაჟი როდესაც აქტიურებ, თუ ის პერსონაჟი თავისუფლად იწყებს იმ ტერიტორიაზე, სადაც არის ოდისევსი, მან არ უნდა გადააგდოს აქტივაციისთვის ართოფო ბარათი. და მეორე ძალა cunning ამ ძალას ეს ძალა უბრალოდ ოდისევს აძლევს საშუალებას მისი აქტივაციის ბოლოს აიღოს ბარათი. დაცვაში სუსტია, თავდასხმაშიც სუსტია, მაგრამ ნუ ბოსტერი და ფალანქსი რა თქმა უნდა აქვს. ერთ უნდა გაითვალისწინოთ, ბოსტერი და ფალანქსი ერთმანეთს არ ემატება. ანუ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათენა და ოდისევსი ერთ ტერიტორიაზე იყვნენ, მათ ორივეს აქვს ბოსტერი და ფალანქსი, მაგრამ ორივე ვერ დაბუსტავს შესაბამის ტრუპებს. ბოლო გმირი basic ხუთში გახლავთ ატალანტა. ატალანტას მოყვება 1 AOW ბრათი, 2 ღირს სულ რაღაც მისი რეკრუტირება, მაგრამ 5 აქტივაციის ბრათი აქვს. 5 სიცოცხლე აქვს სულ რაღაც ატალანტას, 6 აქვს დაცვა და 5 აქვს შეტევა, მაგრამ აქვს 2 რეინჯი და 2 მოძრაობა. ერთი შეხედვით საკმაოდ სუსტი გმირია, თუმცა საკმაოდ ჩარადარბის და კარგი რეინჯი აქვს. პლუს ამისა, მას აქვს 2 ტალანტი, ეს არის ინიციატივა და კლაიმბი. და კლაიმბი გახსოვთ რომ რეინჯთან 2 რეინჯთან ერთად მაგრად მუშაობს, 3 რეინჯზე ჩათვალეთ 6 შეტევით უთამს. და მას აქვს 2 ძალა. ერთი არის პერმანენტ ძალა და ღირს 1 AOW ბრათი, რომელსაც ქვია დოჯი, როდესაც ატალანტას უტყამენ, შეგიძლია რომ გამოიყენო დოჯი და +2 დაცვა გაუხდეთ. თუ ამას გააკეთებო, ოღონდ ატალანტა ვერ გააკეთებს retaliations. ანუ ფაქტობრივად შეუძლია ავიდეს 8 დაცვაზე, ოღონდ 1 AOW უნდა გადააგდოს. მეორე ძალა არის აქტივ ძალა და ასევე ღირს 1 AOW ბრათი, რომელსაც ქვია Huntress-ი. ატალანტას აქტივაციის დროს შეგიძლია რომ თქვა რომ მე ვაკეთებ Huntress-ის ძალას, თუ ამას გააკეთებ, მაშინ შენი აქტივაცია შედგება შემდეგი simple action-ებისგან. ამ რიგითობითო. ჯერ აკეთებ range 1+1x, ანუ ყველა ვარიანტში ურტყამ 1 და იქეთ, 1 და უფრო შორს. შემდეგ უეჭველი უნდა იმოძრაო და შემდეგ უნდა გააკეთონ range 0-იანი ატაკი. და აქ წერია რომ must consist, ანუ უეჭველი 1 უნდა შეუტიო შორს, 1 უნდა იმოძრაო და მე კიდე 1 უნდა შეუტიო აღონ უკვე ახლოში. ეს არის Huntress-ი. ნუ იდეაში ორჯერ უტევა კაც. თუმცა ხო მისი შეტევა დიდად კარგად არ გამოიყურება.